Доброндемит, курьер Аксал задает Иванишвили Станертат. Рекламис переда претерши Доброндемит. Გადაცემის სპონსორია Smiley. საქართველოს ტელევიზიონი TCL. Extra 4,000 ლარი. Бот Smiley. Slavamedik სუსხუნა ტაბლეტები ორმაგი მოქმედებით ათიერებს ნახოს და ხელს უწყობს მის გამოდელებას. Slavamedik ამარცხე ყველა. Განაცხადებს განაცხადის ინსტრუქციას პოლიტიკური ენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღება თუმრაფის ექიმს. ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან ჩვენმა მთავრობამ მისნა დაეცახა ქართული წარმოების, სოფლის და ეკონომიკის აღორძინება. 2012 წლიდან დღემდე ინვესტიციების საერთო რაოდენობა 3 მილიარდ დოლარზე დააჩერა. სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით შეიქმნა და გადაიარაღდა 9-ზე მეტი საწარმო. 3 წლის მანძილზე ქვეყანაში შეიქმნა 91,000 ახალი სამუშაო ადგილი. გაიზარდა ქართული პროდუქტის ექსპორტი ახალ ბაზრებზე, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ჩინეთში. 3 წლის განმავლობაში აშენდა და განახლდა 177 ხიდი, აშენდა 96 კილომეტრი ჩქაროსკორი გზატკეცილი. პირველად ხორციელდება ტურისტული ზონების ხელოვნური გათვალიანების პროცესი. დაწყებულია ალტერნატიული ენერგიისათვისება. აღდგა აბრეშუმის გზის პროექტი, რომელიც უპრეცედენტოა თავისი მნიშვნელობით. პეკინიდან ბრიუსელამდე მას ყველასთვის საერთო სარგებლის მოტანა შეუძლია. 3 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები პირდაპირ აისახება ქართველი გლეხის, მესარმისა და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე. გადაცემის სპონსორია Smiley. საქართველოს ტელევიზიონი TCL. Extra 20 ლარი. Smiley. Postscriptumში პირდაპირ ტერში. კვირას 20 საათზე. 9 საათზე საქართველოსთვის. საქართველოსთვის დაქალაქის პრობლემები ახალი საქართველოსთვის. ბოქნები უღვალ კვირას 29 საათზე. პირდაპირ ეთერში პოსტსკრიპტუმში დავით კიკალიშვილი. რუსთავიორის სახალხო ეთერში. Eksi январს 11 საათზე იგბლიანი ჯენტლმენების საქართველოში ახალწელს საქართველოში რუსთავიორის სახალხო ეთერში საქართველოში Eksi январს 11 საათზე იგბლიანი ჯენტლმენების რუსთავიური სახალხო ეთერში
კურიერი ექსაძე პირდაპირში საქართველოსთვის გიორგი გაბუნია 26 დეკემბერი ბოლოდ საქართველოსთვის ბაზდაკლებაში ბოლოდ საქართველოსთვის ახალი წელი საქართველოში გიორგი გაბუნია შაბათის კურიერში 26 დეკემბერს პრესაში არ გამორიცხავენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის კადრებად ცნობილი მინისტრების გათავისუფლების გარდა სიტუაცია ზოგიერთისთვის უფრო დრამატულადაც განვითარდეს. მაგალითად, შეიძლება მთლიანად დაიხუროს კრიზისების მართვის საბჭო, სადაც ხელმძღვანელ თანამდებობებზე ასევე ყოფილი პრემიერის კადრები ჯანელიძე, ჭიკაიძე და ზედელაშვილი არიან დასაქმებული. რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ნათესავებს, ეგრეთ წოდებული კახური კლანის წევრებს, რომელთა კორუფციულ გარიგებებზეც ბევრს საუბრობდა ოპოზიცია, მათ შორის უპირველეს ყოვლისა ზვია ჯანყარაშვილს. მედიაში არ გამორიცხავენ, რომ ისინი შესაძლოა პასუხისგებაშიც მიეცენ. პრემიერი მე მაინც მგონია რომ მისი ცოლის ნათესავებმა დაღუპეს, იმიტომ რომ ის ვერ მოერია ამ მე მაქვს ინფორმაცია, რომ შესაძლებელია იყოს ხმაურიანი დაჭერებიც. მათ შორის ზვია ჯანყარაშვილზე ქალაქის პროკურატურაში გამოძიება კარგი ხანია მიმდინარეობს. უნდა ველოდოთ ისეთ მოვლენებს, როგორც მაგალითად მოხდა, როდესაც ჯანყარაშვილი წავიდა და მთელი ის შლეიფი, რომელიც მას ჰქონდა მოყოლილი, გააყოლეს სახლში. ამიტომ ნახოთ ძალიან მალე გავარკვევთ არიან თუ არა საფრთხის ქვეშ დანელია, ჯანელიძე, ჭიკაიძე, მღებრიშვილი. ღარიბაშვილის გუნდის წევრობის საფუძველზე თანამდებობიდან გათავისუფლებულთა სიაში ასევე მოიაზრებიან კახეთისა და გურიის გუბერნატორებიც. თავად გუბერნატორები ამ შესაძლებლობას არ გამორიცხავენ. პრესაში გავრცელებული ინფორმაცია მესტაღებოდა გუბერნატორებსაც შეიძლება შეეხოს, დიახ, შეიძლება შეეხოს. მე არ გამორიცხავ არც იმას, რომ იყოს ცვლილებები ზოგადად რეგიონებში, არ გამორიცხავ არც იმას, რომ იყოს ჩაოლებდა სამუშაო რეჟიმი. ვინ დატოვებს თანამდებობებს სახელმწიფო უწყებებში გაერკვევა მას შემდეგ, რაც ახალი პრემიერი და ახალი მინისტრთა კაბინეტი დამტკიცდება. თუმცა როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, გარკვევა მხოლოდ ფორმალური იქნება, რადგან გადაწყვეტილება საკადრო ცვლილებების შესახებ არაფორმალური მმართველის მიერ მიღებულია და მასთან არც ახალ პრემიერს და არც ახალ მინისტრთა კაბინეტს არანაირი შეხება არ აქვს. ვერავინ ვერ იქნება წარმატებული პრემიერ-მინისტრი ბიზნეს ივანიშვილის ხელში, იმიტომ რომ გადაწყვეტილებას იღებს ის და არავის საქართველოს გიორგი გაბუნია შაბათის კურიერში 26 დეკემბერი საქართველოსთვის დრამდანობა გიორგი გაბუნია შაბათის კურიერში არჩივანი ბოლოდ საქართველოში მონაცემები დრამდანობა ბოლოდ საქართველოსთვის ჯორჯიანი გიორგი შალგელაშვილი საქართველოსთვის. იმაზეც რომ საკადრო ცვლილებები ადგილობრივ თვითმმართველობით ორგანოებში მხოლოდ რეგიონებს არ შეეხება. მედიაში უკვე გამოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კიდევ ერთი სკანდალური გადადგომა თბილისის მერიაში მოხდება და თავის პოსტს ასევე თავისი სურვილით არჩეული დავით ნარმანიაც დატოვებს. ეს კი თბილისის მერის ხელახალ არჩევნებს ნიშნავს. თავად ნარმანია ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. საუბრობენ იმაზეც, რომ შესაძლოა თანამდებობა დატოვოს თბილისის მერის მოადგილე ლაშა აბაშიძემ პრესაში მისი შემცვლელის ვინაობაც სახელდება. და ის ბანკი ქართულ სამეთვალყურო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ლიუაშვილია. თუ პროგნოზი გამართლდა, ის მთავრობაში ივანიშვილის ბანკიდან გადასული კიდევ ერთი კადრი იქნება. პირდაპირში კურიერი ექსაძე საქართველოსთვის საქართველოს ქერისუბანის საქართველოს პოსკრიპტუმში დეივიდ კიკალიშვილთან ერთად ნახონდის